ნინო კვაჭანტირაძეს მეგობრებმა, ნაცნობებმა, ახლობლებმა გამოუგზავნეს საჩუქრად ჩემთვის გადმოსაცემად ნამდვილი ღომის ღომი. ბევრს არ ექნება ნანახი ეს ძველი, ძალიან ძველი მარცვლოვანი კულტურა. ასე გამოიყურება ნამდვილი ღომის ღომი. აი მეგრელები რომ ამაყობენ ღუმუ, ნამდვილი ღუმუ ამისგან კეთდება. არ ვიცი ქართული სახელი ფშენო რომ ქვია, ფშენო რუსულად. მოყვითალო იმის მარცვალს გავს. სიმინდი და მისი მოყვანა გურიაში და დასავლეთ საქართველოში და საერთოდ საქართველოში უფრო გვიანი ამბავია. საბჭოთა დროს და ცოტა აქეთ. მანამდე ძალიან ბევრი ისეთი მარცვლეული იყო გავრცელებული, რომელიც დავკარგეთ და დღესდღეობით უკვე აღარ არის. ძალიან ბევრი პარკოსანი, მაგალითად სულისპირა, მუხუდო, ბევრი ისეთი კულტურა გადაშენდა და დავკარგეთ, რაც წინათ ჩვეულებრივი იყო. ამ ღომის უპირატესობა სიმინდთა და სხვა მარცვლეულებთან შედარებით არის ის, რომ შედარებით მწირე ნიადაგზე მოდის. მწირე ნიადაგზე მოყავთ. და გურის სამეგრელოს ეწერი ნიადაგების, მარანოყიერი ნიადაგები ამისთვის არის ძალიან კარგად გამიზნული. ბევრ მცენარეს ამის შესახებ ისტორიებს ჯერ კიდევ ყვება ჩვენი მოხუცები. როგორ მოყავდათ ღომი, როგორ საჩხინავში როგორ აშრობდნენ, როგორ ბოლავდნენ იმისთვის რომ მერე დაეცეხვათ. აი ჩემს ეზოში ეხლა ბევრია ნახია ვაჩვენოთ, გურიდან ჩამოტანილი ბევრი საცეხველი. ახლა მე კი ქოთნებად ვიყენებ ამ ქვისგან გათლილ დიდ საცეხველებს, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ღომის საცეხველი. ნამდვილი მისი პირვანდელი დანიშნულება არის ღომის საცეხველი. მექანიკურიც არსებობდა წყალზე, რომელიც წყლით მოძრაობდა, კოვზი ქონდა, აივსებოდა წყლით დაარტყამდა, აივსებოდა კოვზით დაარტყამდა, თუ არა და ხელით. და აჭარაშია შემორჩენილი ერთი მშვენიერი ტრადიცია ამ საცეხველთან დაკავშირებული. რომ დაინახავ ადამიანი ღომს ცეხვავს და ეს ქალის საქმეა. ითვლებოდა რომ ქალის საქმეა. არ შეიძლება რომ ჩაუარო, ისე არ მიეხმარო. არ მიეშველო, შენც არ აიღო საცეხველი ხელში. ჩემი რუსი სტუმრები გაცოფდნენ. არ შეიძლება რომ ჩაუარო ადამიანი დაინახო ღომს ცეხვავდეს და შენ არ მიეშველო. ხელი არ წაუკრა. ეს ცუდ ტონად ითვლება. არ უსურო ბერეკეთი, ანუ ხვავი და ბარაკა და ისი არ გააგრძელო გზა. ქალს რომ დაინახავ ცეხვავს, უნდა შეუერთდე და შენც ხელი წაუკრა. ეს შენთვისაც კარგია და მისთვისაც, ასე ითვლება, ეს კაი ამბავია. მოკლედ ძალიან მიხარია რომ ეს ღომი გაჩნდა ჩემს ბაღში, აუცილებლად დავთესავ და მოვიყვან. აქამდე მქონდა მარტო დეკორატიული ჯიში, წითელფოთლიანი, რომელიც ავსტრიიდან ეთნოგრაფიული მუზეუმიდან ჩამოვიტანე ოდესღაც და ახლა მადლობა მეგრელებს, ჩემთვის უცნობ ადამიანებს, რომლებსაც გამომიგზავნეს და აუცილებლად გავამრავლებ. ძალიან დიდი მადლობა. ყველა მიცის რომ ახლა ჩვენ ვაგროვებთ ხარისგულა პამიდორის თესტს. ხარისგულა, რომელიც მარტო ჩვენი მოყვანილი არაა, 10 მეწარმეს მეურნეს აქვს დარგული კასპში, ბერშუეთში, მაიას და აჩიკოს, მამაჩემი მაწოდებს გურიდან, მეც მომყავს რამდენი ჩემი ძლია, რა თქმა უნდა, ბაშალომიძეები მიგზავნიან მზიანიდან. ახლა წვიმების შემდეგ დახეთქილებია, ნახეთ. თესლებს რომ გამოვაცლით, იმ რბილობისგან და ასეთი ცოტა თესლია, აი როგორაა დახეთქილი და ჩამწიფებული, ნახეთ. იმ რბილობისგან ვაკეთებთ ტომატს თუ რა ქვია, საწებელს. რომელსაც ბევრად მწვანილები და სუნელებით არ ვაჯერებთ იმისთვის რომ ყველამ თავის ჭკუაზე მერე გამოიყენოს. და ბევრი გვაქვს ასეთი 900 კილა გვაქვს 2 ლიტრიანი გამზადებული და თუ მოგინდებათ გასინჯოთ ჩვენს კაფეში შეგიძლიათ შეძენა. ფიქრობ რომ ნამდვილი პამიდურის გემოს აქ გაიგებთ. ბილობი ბევრი გვაქვს გაკეთებული, კარგად სუფთად, ლამაზად დაკონსერვებული და შენახული მთელი წელი გვექნება წლის ბოლომდე, ახალ წლამდე სულ გვექნება და შეგიძლიათ ჩვენს კაფეში. მანამდე ჩვენ თესლებს კიდევ ავიღებთ. ეხლა უკვე მესამე მოკრეფა მოვკრიფეთ, მესამე მოკრეფაში უკვე აღარ ვარგა
აღარ ვარ გათესლები, იმიტომ რომ ძალიან მაღლა, პირველი ორი მოკრეფა მირჩევნია რომ თესლი ავიღოთ, დანარჩენს ყველას გავაკეთებთ ასე საწებლად და აწი დავიწყებთ კვახე პამიდორს უკვე ტილიან კვახე პამიდორის საცივს. გურიაში რო გეძახით, უხე პამიდორის საცივი. იმასაც გაჩვენებ. თუ მოგინდეთ შეძენა, არ მოგერიდოთ, ბევრი გვაქვს.